ხმაური იყო ფოთის მე-17 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველთა გარკვეულ ნაწილს განუცხადეს, რომ მათ ხელზე მარკირების სითხე დაუფიქსირდათ და ხმას ვერ მისცემდნენ. ამომრჩევლები კი ირწმუნებოდნენ, რომ არჩევანის გასაკეთებლად პირველად მივიდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარკირების ფანარი იყო მწყობრიდან გამოსული. ოპოზიციის განცხადებით, მმართველი პარტია ამ გზით ოპოზიციის მხარდამჭერების დაბლოკვას ცდილობს. როგორც საუბრში დაირეკა და გითხრეს, აქ საუბარი იყო მარკირების გავლასთან დაკავშირებით. კომისიის თავმჯდომარე ამბობდა, რომ ფანარის დანათების შემდეგ აღმოაჩინა, რომ კონკრეტულ პიროვნებებს ჰქონდათ მარკირება უკვე გაკეთებული. ამიტომაც შესაბამისად ეს ადამიანები ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ის რომ რიგი იყო და ამორჩეველი გაბრუნდა, ესეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, იმიტომ რომ ეს ადამიანები მე როგორც ვიცი, აქ არის ჩვენი კომისიის წევრი მაკა ჩხეტია, რომელმაც თქვა, რომ ეს ადამიანები დგას რიგში და ელოდება ახალ ფანარს. საოლქო კომისიიდან მოდანილი იქნა ეს ახალი ფანარი, აღმოიფრა ეს პრობლემაც იმ ადამიანებმა, ვისაც უარი ეთქვა, ჩვეულებრივად მიიღეს მონაწილეობა და აფასეს საკუთარი ნების. მე მინდა გითხრათ, რომ სიები ალბათ ყველაფერი გაწერილი აქვთ, იციან თავიანთი ამომრჩევლები და ვინც მათ არ აძლევდა ხმას კონკრეტულად, ის ადამიანები ყველა გააჩერეს იქ იმაზე კიბეებზე და არც უშობდნენ. უთხრეს, რომ ის მონაწილეობა გაქვთ მიღებულიო და წაბრძანდით ეხლა სახში ეუბნებოდნენ. სამჯერ მოვიდა ერთი და იგივე ამომრჩეველი, რომ ხმა მიეცა და სამივეჯერ უკან აბრუნებდნენ. მესამე მოსვლაზე მე შევხვდი ამათ. კიბე სავსე იყო ადამიანებით, რომლის შეშობა არ უნდათ და იმას ფანარს იმაშობოდნენ, რა ქვია, იმოწმებდნენ, რომ ვითომ მაშინ გაფუჭდა ფანარი. ფანარი როგორ შემოუშვა ამდენი ხალხი? გადაიღეთ ეს გარე პერიმეტრი ძალიან გთხოვთ რა. აი რამდენი ხალხია ნაყიდი 30 ლარად. აი ეს ხალხი და აი ეს გადაიღეთ ის მარშრუტკები, ის მანქანები ყველა. ინდაური ღირს 45 ლარი და ხალხის ხმა 30 ლარი. არც ხვენია ამ მთავრობას ყველაფერს რო კადრულობს. ინდაური უფრო ძვირია ვიდრე ადამიანის სიცოცხლე და ადამიანის წარმატება. აი ასეთ დონემდე დაიყვანა ამ ხელისუფლებამ საზოგადოება საერთოდ. ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ ინციდენტი მარკირების აპარატის მწყობრიდან გამოსვლამ გამოიწვია, რაც დროულად იქნა აღმოფხრილი.